ნეიტრალიტეტი ასევე კიდევ ერთი манипуляციური საკითხია და ახსნი რატო. ზოგადად რო შევხედოთ იმ ქვეყნებს, სადაც ნეიტრალიტეტმა გაამართლა, აქ რამდენიმე ფაქტორი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, ხო? ნეიტრალიტეტი ისე ხო არ არის, რომ აი თეთრი დროშა გადმოკიდა და მე უბრალოდ არავის არ ეს უბრალოდ არ ხდება. თუ შენ იმ მომენტში რაღაცა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილმდებარეობას წარმოადგენს, შენ ნეიტრალიტეტის მიუხედავად ისე გადაგივლენ და გადმოგივლენ არავითარ არ დაგეკითხება, ხო? ეს ნეიტრალიტეტი დანებებას არ უნდა ნიშნავდეს. ნეიტრალიტეტი ამართლებს იმ შემთხვევაში, თუ გაქვს დამდგმელი გეოგრაფიის მნიშვნელობა აქვს, სწორი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა იმ კონტექსტ შესაბამისად, ხო, რა საფრთხეებიც არსებობს. აი მაგალითად რა ვნახოთ ახლა სადაც გაამართლა ნეიტრალიტეტმა არის ჩაკეტილი შვეიცარია, მაგალითად ავსტრია, როცა გაქვს ზღვა ძალიან რთულია ნეიტრალური ქვეყანა იყო. ასევე როდესაც შენ მის გამოწვევი გაქვს, რაც ჩვენ აღვნიშნეთ, ხო? ძალიან ესე იგი მოწყვლადი საზოგადოება ყავს, სიღარიბეა, არანაირი ღირებულება, ესე იგი გლობალურ საერთაშორისო სისტემაში შენ არ გაგაჩნია, ხო, არც საფინანსო კუთხით, მაგალითად როგორც მაგალითად შეიძლება შვეიცარია იყოს, ან რაღაცა არანაირი საფუძველი შენს ნეიტრალიტეტს არ აქვს, იქ ნეიტრალიტეტის გამოცხადება უბრალოდ ნიშნავს, რომ შენ მოკლედ შენ თავს სთავაზობ იმ მომენტში ყველაზე ძლიერი ვინც არის ფაქტობრივად. და აქედან გამომდინარე, ნეიტრალიტეტი თუ გვინდა რომ პრაგმატული იყოს, მაშინ უნდა იყოს ისეთი ქვეყანა როგორც თქვით, ხო? ანუ არა დაპყრობადი, ანუ ვერ უნდა დაგიპყროს ვერავინ.